ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინი, ქეთერისის მინერალური ვოკლუსი და სამეგრელოს ბუნებრივი ძეგლების კომპლექსი. საქართველოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა იზრდება. 8 ობიექტზე განლაგებული 16 ძეგლისთვის სტატუსის მისანიჭებლად შესაბამისი კანონპროექტი უკვე დამტკიცდა. რომელიც ძეგლების დაცვა მოუწევს სახელმწიფოს და შეუწყოს თუ არა ეს ხელს ტურისტების რაოდენობის ზრდას ნახეთ ნანუგა ქაჯაიას რეპორტაჟში. ეს ბოდორნის კლდის სვეტებია, რომელიც მეწყერის ქარიცე და წვიმის შედეგად წარმოიქმნება. მათ შესაქმნელად ბუნებას რამდენიმე საუკუნე დაჭირდა. ამ ადგილებს დაცული ტერიტორიის სტატუსი კი რამდენიმე დღის წინ მიენიჭა. ბოდორნის კლდის სვეტების მსგავსად ბუნების ძეგლად დაშფაშისა და მუხურის კანიონები გამოაცხადეს. ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინი, ქეთირისის მინერალური ვოკლუსი და სამეგრელოს ბუნებრივი ძეგლების კომპლექსი ამიერიდან დაცული ტერიტორიაა. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ძეგლებმა მიიღეს სტატუსი, სახელმწიფომ კი მათი დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, აიკრძალება, ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება შეიზღუდება და აიკრძალება, კერძო საკუთრებაში არ გადავა ეს ობიექტები და შემდგომ ეტაპში იმათ სარგებლობა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ტურიზმის განვითარების მიზნით. ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე საუბრობს. რატი ჯაფარიძე ამბობს, რომ სააგენტო ძეგლების რესტავრაციითა და პოპულარიზაციით დაკავდება. გვაქვს საშუალება, რომ განახორციელოთ სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები თვითონ იმის გარშემო, რათა ეს ადგილები უფრო ხილვადი იყოს ვიზიტორებისთვის და აი მაგალითისთვის მოვიყვან სიტყვაზე გაჭედილის კანიონს, რომელიც არის ულამაზესი ადგილი და დღესდღეობით არის ველური ტურიზმი და ის ადგილი აქამდე ჩვენ ვერაფერს ვერ ვახორციელებთ იმის გამო, რომ ეს ადგილი არ იყო ჩვენ დაქვემდებარებაში. ახლა კი საშუალება გვექნება დაველაპარაკოთ დონორებს, მოვიზიდოთ, დაველაპარაკოთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, რომ გამოყოთ გარკვეული თანხები აი ამ ადგილის კეთილმოსატყობად. ჯვრის უღელტეხილზე მდებარე ამ სვეტების ძეგლებად გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც გუდაური კობის გზის მონაკვეთზე გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს შემთხვევით ტრავერტინები გადათხარეს. სპეციალისტების განცხადებით ტერიტორიის ხელოვნურად აღდგენა შეუძლებელია. Მაგზე იქნება დიდი დეტალურობა, მონიტორინგის დაწესება ამასთან დაკავშირებით და ეს ტერიტორია თავის ბუნებრივ სახეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიიღებს. ამას წლები დასჭირდება, მაგრამ მაინც აღდგენა შეიძლება ისეთი სახით არ იყოს, მაგრამ ის თავის სილამაზეს და თავის სიმშვენეს არ დაკარგავს. დაცული ტერიტორიის სტატუს ძეგლები ბუნების დაცვის საერთაშორისო კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ იღებს. სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა ტერიტორიის სტატუსზე ზრუნავს, საბუნებისმეტყველო სპეციალისტებს აერთიანებს.